ბოლო დროს ბევრი შეკითხვა შემოდის ბიოპროდუქტებში ნიტრატების არსებობაზე და მათ შესაძლო მავნეობაზე. ზოგი აშკარად გაურკვეველი ადამიანებისაგან მოდის და ზოგი შეკითხვაც კი აშკარად პროვოკაციულია. იმიტომ რომ უნდათ რომ რაიმე ცუდი დამაცდენინონ ბიოპროდუქციის შესახებ. კი ბატონო, არც ეს არის პრობლემა, ყველაფერს აქვს თავისი გამოყენების ჩარჩოები და საზღვრები და დიახ, ბიოპროდუქტები შეიძლება იყოს მავნეც და ნიტრატიანიც. თუმცა უნდა გავიხედოთ ნიტრატებს იქითაც, იმიტომ რომ ნიტრატის გარდა სხვა ბევრი რამ არსებობს ნიტრატზე ბევრად უფრო მავნე. ეხლა დავიწყოთ ნიტრატებით. ბიოპროდუქტი შეიძლება დაბინძურებული იყოს ნიტრატებით და ამისათვის ბიომეურნეს ბიოს სერტიფიკატი არ ჩამოერთვას და ისევ ბიომეურნეობად დარჩეს. თქვათ ევროპაში ასეთ შემთხვევაში მის პროდუქციას დაპატიმრებენ და არ გააყიდინებენ, მაგრამ ბიოსერტიფიკატს არ გააუქმებენ. რადგან თუ ნიტრატი მოდის ორგანული სასუქიდან, ისეთი როგორიც არის, ვთქვათ, კომპოსტი და ნაკელი, ასეთ შემთხვევაში ბიომეურნეს ბიოს სტატუსი არ ჩამოერთმევა, თუმცა პროდუქციის ის პარტია, რომელშიც ზედმეტი ნიტრატია, აუცილებლად ჩამოერთმევა, განადგურდება და შეიძლება პასუხისგებაშიც მიიცეს გააჩნია ქვეყანას. ეხლა რაშია საქმე? უყურეთ, თუ არასწორად იქნა გამოყენებული ნაკელი არასწორი ნორმების მიხედვით, ასეთ შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება რომ ნიტრატი დაგროვდეს ბიოპროდუქტშიც. რა თქმა უნდა, ის დარჩება ბიო არსებული სტანდარტებისა და წესების მიხედვით, მაგრამ ის რა თქმა უნდა მავნე იქნება. ასე რომ ნაკელი ძალიან ფრთხილად უნდა იქნეს გამოყენებული ბიომეურნის მიერ. და ბევრად უკეთესია თუ გამოიყენებს ბიოჰუმუსს, იმიტომ რომ ბიოჰუმუსიდან ცოტა არ იყოს ძნელია კი არა, პრაქტიკულად შეუძლებელია ზედმეტი ნიტრატის მიღება, იმიტომ რომ მცენარე იქიდან აიღებს იმას, რაც სჭირდება და არავითარ შემთხვევაში არ აიღებს ზედმეტს. ამიტომ ყველანაირად ეცადეთ ბიოჰუმუსი ან თვითონ მოუმზადოთ ნაკელიდან ჭიაყელებით, ან იყიდოთ გამზადებული. ეხლა სხვა რა მავნე შეიძლება მოდიოდეს ბიოპროდუქტებიდან. ეს არის მძიმე მეტალები. ნიადაგი თუ დაბინძურებულია მძიმე მეტალებით, მას ასე იულად ვერ გაწმენთ. ლაპარაკია ტყვიაზე და კადმიუმზე, რაც საკმაოდ ხშირია შიდა ქართლში. ასეთი დაბინძურება. ეხლა რაშია საქმე აქ? უყურეთ. ბიო შეიძლება ბიომეურნეობა ეწოდოს მას შემდეგ, რაც 2 წელი მინიმუმ ან შეიძლება 3 წელი თუ დიდი დამაღალი მცენარეები, ხეები გვინდა რომ დავუდგოთ, არის მოცემული მფლობელობაში და ამ დროის განმავლობაში არ გამოუყენებიან შხამქიმიკატები, პესტიციდები და ქიმიური სასუქები. ამის შემდეგ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ნიადაგი ბიომეურნეობისათვის, მაგრამ სასერტიფიკაციო ფირმა მძიმე მეტალების ანალიზს არ აკეთებს არავითარ შემთხვევაში. ეს ბიომეურნემ თავისით უნდა გააკეთოს. და ტყვია ასე იულად არ მოხვდება პროდუქციაში, თუ ხელატური სასუქი არ იქნა გამოყენებული. ლაპარაკი არის ქიმიურ ხელატებზე, როგორიც არის, ვთქვათ, ედეტა და ძმანი მისნი და მისი ანალოგები. ეს ბიოპროდუქციაში საკმაოდ იშვიათია, თუმცა შესაძლებელია, შეუძლებელი ნამდვილად არ არის. და არც ამის გამო ბიოს სტატუს მეურნეობა არ დაკარგავს, მაგრამ მისი პროდუქცია იქნება საშიში.
ეხლა აზოტით დაბინძურება ვიმეორებ შესაძლებელია, არც ისე იშვიათია, მაგრამ ზედმეტი აზოტი ისეთ მნიშვნელობებს ვერასოდეს ვერ მიაღწევს ბიომეურნეობაში, როგორცაც აღწევს ქიმიური სასუქების გამოყენებისას. ეხლა ამის გარდა შესაძლებელი არის მიკრობიოლოგიური დაბინძურება, თუ ნაკელის ან კომპოსტის არასწორი ფერმენტაცია მოხდა, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე იყო არასაკმარისი, ასეთ შემთხვევაში ეშერიხია კოლით შეიძლება გაჩნდეს და სალმონელაც. ასე რომ საშიშროება მიკრობიოლოგიური დაბინძურებისა ასევე არსებობს. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავეაზროთ, ეხლა მე ბიოპროდუქციის გაყიდვით არ ვარ დაინტერესებული, მაგრამ ძალიან მინდა რომ ბიოპროდუქცია რაც შეიძლება მეტი მოდიოდეს საქართველოში. თეორიულად, რა თქმა უნდა, ქიმიურად შეიძლება იყოს ისე რომ აზოტი სტანდარტებში ჭიდებოდეს, ფოსფორის და კიდევ სხვა ნივთიერებებიც, მაგრამ ეხლა როდესაც გამოყენებულია სისტემური შხამქიმიკატები, სისტემური ფუნგიციდები, სისტემური პესტიციდები და ეს აუცილებლად ხდება მართალია მცირე რაოდენობით და დასაშვები ნორმებით, ხომ? ისი მცირე რაოდენობაც ასე ვთქვათ, შორს მიმავალი შედეგები აქვს სამწუხაროდ. ამიტომ შეიძლება დღეს დაშვებულია და ხვალ აიკრძალოს, შეიძლება არც აიკრძალოს, მაგრამ ეს ყველაფერი სინთეზური ნივთიერებები ჩვენი ორგანიზმისათვის არის უცხო. ამიტომ ვარ ქიმიურის მოწინააღმდეგე, თორემ ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციებს სწორად გამოყენებისას ქიმიური მეთოდებით რა თქმა უნდა შეიძლება მივახციოთ. შემდეგ კიდევ რა შეიძლება იყოს მავნე ბიოპროდუქტებში, მაგალითად რძეში. რა თქმა უნდა, აფლატოქსინი, რომელზედაც ამხელა სკანდალი იყო ცოტა ხნის წინ. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვეულებრივი თივა ბიომეურნეობაში შეიძლება რა თქმა უნდა დაობდეს. და თუ დაობდა, იქ შეიძლება ალფა-ტოქსინი რძეშიც გამოჩნდეს და შეიძლება გადააჭარბოს კიდევაც ნორმას. ამიტომ ბიო დასახელება არასოდეს არ არის გარანტია, რომ პროდუქცია იქნება უვნებელი. უბრალოდ ქიმიურისაგან განსხვავებით მასში არ იქნება თქვათ იგივე ეს ნეონიკოტინოიდები, იქნება ფუნგიციდები, იქნება რა ვიცი 1000 შხამქიმიკატი და გარდა ამისა სასუქების ესე იგი კონცენტრაცია ბიოპროდუქტში როგორც არის ნიტრატები, ეს რა თქმა უნდა ძალიანაც რომ მოინდომოს ბიომეურნემ ვერ მიაღწევს, რასაც ახსევს თქვათ ქიმიური სასუქების არასწორი გამოყენებისას. ერთიც და მეორეც, ესე იგი მავნე პროდუქცია ხდება იმ შემთხვევაში, თუ არასწორად იქნა გამოყენებული. და არასწორი გამოყენება ბიოწარმოების, ბიომეურნეობის შემთხვევაში ეს გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე კონვენციურ სოფლის მეურნეობაში. ასე რომ ეს არის პასუხი პროვოკაციულ შეკითხვაზეც და გარდა იმისა, მასზე ვისაც ნიტრატის მეტი სხვა არაფერი გაუგია. ეხლა ნიტრატის გარდა არსებობს კიდევ სხვა, ესე იგი, სხვა მავნე ნივთიერებები, რომლებიც ასევე არასასურველია, რომ დიდი რაოდენობით მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში და განსაკუთრებით ბავშვების ორგანიზმში. პირველ რიგში ეს არის მცენარეთა ჰორმონები, მცენარეული ჰორმონები. ბიომეურნეობაში ესენი დასაშვებია, მაგალითად აუქსინები, ინდოლზმარჟავა ძალიან კარგი რამეა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ის არის არასინთეზური მიღებული და გამოყოფილი სხვა მცენარეებიდან. ის აჩქარებს ფესვების ფორმირებას, ხეროს ზრდას, ნაყოფის ზრდას და ასე შემდეგ.
გადასარევი რამეა ინდოელ ძმარმჟავა. პრინციპში ამისი კონცენტრაციის, ზედმეტი კონცენტრაციის მიღება საკმაოდ ძნელი ახლა თან საკმაოდ ძვირი პროდუქტიც არის. მაგრამ ამის გარდა, თქვათ, არსებობს სინთეზური ინდოელ ძმარმჟავაზე ბევრად უფრო ძლიერი ზრდის სტიმულატორები. Ai ისინი კი მართლა საშიშია და უკვე კანცეროგენებია ინდოელ ძმარმჟავასაგან განსხვავებით. ინდოელ ძმარმჟავა შეიძლება ბიომეურნეობაში ai სინთეზურ ზრდის სტიმულატორებს ამას უკვე ჩვეულებრივ კონვენციურ მეურნეობაში ხმარობენ. ისინი ინდოელ ძმარმჟავაზე ბევრად უფრო ეფექტურია, ბევრად უფრო მეტად აჩქარებს მცენარის ზრდას და ნაყოფის ფორმირებას და დამწიფებას. მაგრამ ვაი რომ ძალიან არასასურველია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ამიტომ ასეთი ჯგუფი პრეპარატების, რომლებზედაც რამდენად ვიცი საერთოდ არ მოწონდება პროდუქცია, თუ სპეციალური მოთხოვნა არ არის, даже ევროპაშიც კი ასეთ რამეზე პროდუქციას არ ამოწმებენ, საქართველოში მით უმეტეს მინდა შეამოწმებს. არადა მათი ჩამოტანა და მოხმარება დღეს არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. ასე რომ ბატონებო, მარტო ნიტრატებზე ნუ ვიფიქრებთ, ნიტრატების გარდა სხვა შხამებიც არსებობენ, წინა მეტალები, არსებობენ კიდევ მიკრობული მიკროფლორით დაბინძურება პროდუქციის, რომელიც როგორც კონვენციურ ისე ბიომეურნეობაშიც შესაძლებელია. კიდევ ერთი რამ, თეორიულად ისიც არის შესაძლებელი, რომ ბიოპრეპარატი ისე დაბინძურდეს და ისე იქნეს არასწორად შენახვის გამო შეცვლილი, რომ საერთოდ პათოგენი შევასხათ, თან ლაპარაკია ადამიანის პათოგენზე, მცენარეს ბიოპრეპარატის მაგივრად. ამიტომ ბიოპრეპარატების შენახვისას, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმებია, ფერმერმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და მისი შენახვის რეჟიმი და შენახვის ვადა ძალიან მკაცრად უნდა დაიცვას. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის კარგად გრძანდებოდეთ.